გასაგებად რომ ახსნათ, უკრაინას ევროპა ფულს სესხის სახით აძლევს, რომელსაც ისინი აუცილებლად დაებრუნებენ. არა, ეს ასე არ არის. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინის მთელი დახმარების 60% გადავიხადეთ და ეს ამერიკის მსგავსად სესხებით, გარანტიებით და გრანტების საშუალებით გავაკეთეთ. ჩვენ უკრაინელებს ნამდვილი ფული მივაწოდეთ. ამას ხაზს მეტი სიცხადისთვის უსვამ. ჩვენ ევროპაში გვაქვს 230 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივები. თუმცა ეს არ არის ნასესხებით თანხის უზრუნველყოფის საგანი, რადგან ეს ფული ჩვენ არ გვეკუთვნის. ამიტომაც ეს თანხა ახლა გაყინულია. თუ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ეს თანხა ჩვენ გადმოგცემ, ეს შესანიშნავი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში გაწეული ხარჯები არ გვინაზღაურდება. თუ თქვენ გჯერათ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება, მაშინ მე პრობლემა ამ საკითხთან მიმართებით არ მაქვს. ისინი ამ გზით თანხას იბრუნებენ, ჩვენ არა. თუმცა მე ახლა ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რათა უკრაინისთვის დახარჯული თანხა უკან დავიბრუნოთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.